გულწრფელად მითხარით, ჩემო ძვირფასებო. ოდესმე გიფიქრიათ, ბერს მუშაობ, მაგრამ მაინც არ მაქვს საკმარისი თანხა. შრომობთ, ადრე დგებით, გვიანობამდე რჩებით, მეორე სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობთ. ყველაფერს თითქოს სწორედ აკეთებთ და შემდეგ საფულეს უყურებთ და ხვდებით, რომ ცხოვრება გადის და სიმდიდრე რატომღაც არ ჩდება. წლების განმავლობაში ასობით ასეთი ადამიანი მინახავს. ასეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც შრომა პატივად ითვლებოდა. ზოგი იძახის, იშრომე და ყველაფერი გექნება. დილიდან საღამომდე, კვირაში 7 დღე, სანამ ხელები გაგიუხეშთება და სახე გაგინაოჭდება. ასეთებს სიბერეში რჩებათ არა საკუთარი სახლი, არამედ ნაქირავები ბინა, არა ფული, არამედ ვალი და მხოლოდ დაღლილობა, რომელიც აწლეულების განმავლობაში გროვდებოდა. როდესაც ეს დავინახე პირველად, ვკითხე ჩემ თავს, ხო არ გვატყუებენ, როცა ამბობენ, რომ შრომა სიმდიდრისკენ მიმავალი გზაა. დაფიქრდით, ეს სიმართლე რომ ყოფილიყო, მტვირთავები ხომ არ იქნებოდნენ ყველაზე მდიდარი ადამიანები, განამაღაროელები, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეს შეაგდებენ, დიდრულ სახლებში არ იცხოვრებდნენ, მაგრამ რეალობა სხვაა. უმდიდრესი ადამიანები ხშირად დაღლილები არ გამოიყურებიან. ისინი ტომრებს არ ატარებენ და 16 საათს არ მუშაობენ დაზგებთან. მათ შეუძლიათ კაფეებში ჯდომა, ფიქრი, საუბარი და რა თქმა უნდა დასვენებაც. მაგრამ მათი ფული წყალივით მიედინება. შესაძლოა ეს უსამართლოდ ჩანდეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს კანონზომიერებაა. სამყარო ისეა შექმნილი, რომ მნიშვნელოვანი არ არის თქვენი ძალისხმევის რაოდენობა, არამედ ის ღირებულება, რომელსაც მოიტანთ. და ეს არის მთავარი საიდუმლო. ვიცი, რომ ეს ბევრისთვის შესაძლოა შეურაცხყოფლად ჟღერდეს. როგორ, ვამბობთ, რომ დროს კარგავ? არა, ვამბობ, რომ არასწორ ადგილას მუშაობთ და ეს არის სიმართლე, რომლის გაგონებაც ბევრს ეშინია. ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო. მხოლოდ შრომის მოყვარეობა გაღარიბებს. არა იმიტომ, რომ შრომა ცუდია, არა, თქვენ უნდა იმუშაოთ. მაგრამ თუ გჯერათ, რომ მხოლოდ შრომის რაოდენობა გამდიდრებთ, ილუზიაში ცხოვრობთ. ერთ ამბავს მოგიყვებით. მოზარდობის ასაკში ბაზარში ვეხმარებოდი, ყუთებს ვატარებდი, სატვირთო მანქანებს წვირთავდი და საქონლით დავრბოდი. საღამოს 30 ლარს ვიღებდი და გმირად ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი დავიმსახურე. მაღაზიის მეპატრონე კი ჩემს გვერდით იდგა. არაფერს არ ატარებდა, სკამზე იჯდა, ჩაის სვამდა და იღიმოდა. იცით რამდენი გამოიმუშავა იმავე დღეს? 200 ლარი. მაშინ ეს უსამართლოდ მეჩვენებოდა. რატომ უნდა მიმეღო მე, ვინ ზურგს ვიტეხ, ნაკლები, ვიდრე ის, ვინც უბრალოდ ზის. მაგრამ შემდეგ მივხვდი, ის ფულს მისთვის შესაფერისი სისტემის შემუშავებით შოულობდა. და ამ აღმოჩენამ შეცვალა ჩემი სამყარო. თუ ხელებით მუშაობ, შეზღუდული ხარ. დღეში მხოლოდ 24 საათი გაქვს და 2 მხარი, რომელიც შეიძლება დაიძაბოს. მაგრამ თუ ტვინს გამოიყენებ, თუ სისტემას ააშენებ, ფულის გამომუშავება ძილის დროსაც შეგიძლია. სწორედ ამაზე ვისაუბრებ დღეს. გეტყვით, თუ რატომ აქცევს მარტო შრომა ადამიანებს მუდმივ მოვალეებად და ღატაკებად. გაჩვენებთ ებრაულ ფინანსურ სიბრძნეს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ის გასწავლით. ფულს არ უყვარს სოფლი, ფულს უყვარს გონება და რაც მთავარია, მოგაწვდით სამ ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარებათ შეწყვიტოთ მონური შრომა და დაიწყოთ ისეთი ცხოვრების აშენება, სადაც ფული თქვენთვის მუშაობს. მაგრამ ჯერ კითხეთ საკუთარ თავს, მზად ხარ თუ არა მოისმინოთ სიმართლე, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ყველაფერი, რისიც მთელი ცხოვრება გჯეროდათ. რადგან იმას, რაც მოგიყვებით, ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. მაგრამ სწორედ უსიამოვნო სიმართლე გვათავისუფლებს, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. და თუ თქვენ ცხოვრებაში ოდესმე გიგზვნიათ, რომ თქვენი ძალისხმევა ნაყოფს არ იძლევა, ეს ვიდეო შეიძლება იყოს ის მომენტი,
როდესაც ყველაფერი შეიცვლება. როდესაც პატარა ვიყავი, მტკიცედ მჯეროდა შრომის მოყვარეობის. ეს არის ის, რაც ყველას გვასწავლეს. მშობლებმა მითხრეს, რომ მესწავლა, წავსულიყავი სამსახურში, მაგრად ჩავჭიდებოდი ჩემ სამსახურს და ცხოვრება გაუმჯობესდებოდა. ასეც მოვიქეცი. დღეში 10-12 საათს მუშაობდი, ხშირად დასვენების დღეების გარეშე. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ სახლში ბრუნდებოდი და ტანსაცმლის გახდის გარეშეც კი ვიძინებდი. მაგრამ იცით რა, ფული მაინც არ მქონდა. შემდეგ კი პირველად დავფიქრდი, თუ ამდენს მუშაობ, რატომ ვარ ისევ ღარიბი? აგიხსნით. ებრაულ ტრადიციაში არსებობს სიბრძნე. წყლის მომტანი ყოველთვის დამოკიდებული იქნება ჭის მფლობელზე. დაფიქრდით, თუ ვედროებს ატარებ, თითოეული ვედროსთვის 1 ლარს იღებ. მაგრამ თუ ჭას ააშენებ და წყალზე წვდომას გაყიდი, უკვე მფლობელი ხარ და ცხოვრებაშიც ასეა. ზოგი თავის დროს ყიდის და ზოგი კი ქმნის სისტემას, რომელიც ისევ და ისევ შემოსავალს გამოიმუშავებს. მაგალითი პირველი, შრომის მოყვარე და მეწარმე. მყავდა მეზობელი, კეთილი კაცი, რომელიც მშენებლობაში მუშაობდა, თავის საქმეს აკეთებდა. ის ბეტონის ბლოკებს წევდა, ტომრებს ატარებდა, მთელი დღე მზეზე იყო. საღამოს სახლში ბრუნდებოდა, დივანზე წვებოდა და სულ ეს იყო. შვილებთან სასაუბროდ ენერგიაც კი არ ქონდა. ფული მხოლოდ საჭმლისა და კომუნალური გადასახადებისთვის. და ჩემმა კიდევ ერთმა მეგობარმა, ასევე ებრაელმა, სხვაგვარად მოიქცა. ფული დააგროვა, ცოტა სესხიც დაიხმარა, ძველი სახლი იყიდა, გაარემონტა და ოთახების სტუდენტებისათვის გაქირავება დაიწყო. შრომის მოყვარე იყო? თავიდან კი. მაგრამ შემდეგ ყოველთვიურად შოულობდა შემოსავალს, მაშინაც კი, თუ ავად იყო, ან მოგზაურობაში იყო წასული. ერთი შრომობს და ყოველთვის ღარიბია. მეორე ფიქრობს და შემოსავლის წყაროს ქმნის. რატომ არ ღვთის შრომა მდიდარს? იმიტომ რომ გაქვს დროის ლიმიტი. შეგიძლია 10 საათი იმუშაო, 12-იც კი, მაგრამ შენი საათის ღირებულება ყოველთვის შეზღუდულია და 24 საათზე მეტი მაინც არ გექნება დღეღამეში. ასეთი შრომით მხოლოდ გააფიტურებთ თავს. მაშინაც კი, თუ საუკეთესო სპეციალისტი ხარ, შენი შემოსავალი მაინც შეზღუდულია. სიმდიდრე კი მაშინ მოდის, როდესაც შენი ფული და იდეები შენთვის მუშაობას იწყებს. ებრაული სიბრძნე ფულის შესახებ. ბავშვობიდანვე ებრაულ ოჯახებში ბავშვებს ეუნებიან. ნუ მისდევ ფულს, ააშენე ნაკადი. მამაჩემმა მასწავლა, რომ თუ მთელ დღეს ფულის შოვნაში გაატარებ, არასდროს გექნება დრო მის დასაზოგად და გასაზრდელად. და ნაკადის მეშვეობით ნაშოვნ ფულს გაცილებით უკეთესად და ეფექტურად დახარჯავთ, თუნდაც თავიდან უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე დღევანდელი საშუალო ხელფასი. ამის არცოდნა არის უდიდესი შეცდომა, რომელსაც ადამიანების უმეტესობა უშვებს. ისინი ყიდიან თავიან დროს, მაგრამ დროის გაზრდა შეუძლებელია. ისინი ეძებენ სტაბილურობას და არა შესაძლებლობას. ფიქსირებული ხელფასიანი სამსახური უსაფრთხო ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს ხაფანგია. ისინი ფულის შესახებ არ სწავლობენ. ადამიანები სწავლობენ მათემატიკას, ლიტერატურას, გეოგრაფიას, მაგრამ არ სწავლობენ თუ როგორ მუშაობს ფული. ახლა კი ჩემო ძვირფასებო, 3 გაკვეთილი, რომელიც ებრაული ტრადიციიდან და ჩემი ცხოვრებიდან ვისწავლე. გაკვეთილი პირველი. იმუშავე არა უფრო მეტად, არამედ ჭკვიანურად. წარმოიდგინეთ 2 მცხობელი. ერთი თავად აცხობს პურს, დილიდან საღამომდე ღუმელთან დგას. მეორემ დაიქირავა ასისტენტი და პროცესის ავტომატიზაცია მოახდინა. პირველი ყოველთვის დაღლილი და ღარიბი იქნება. მეორე კი თავისუფალი და უსაფრთხო. ჭკვიანური სამუშაოა, როდესაც ეძებ გზებს, რომ შენი შრომა ნაყოფი გამოიღოს შენი მუდმივი ჩარევის გარეშე. ერთხელ შეცდომა დავუშვი. პატარა მაღაზია გავხსენი და დახლის უკან თავად ვიდექი. ვამაყობდი, რომ ეს ჩემი საკუთარი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში
უბრალოდ სამსახური შევიცვალე. ხოლოდ მაშინ, როდესაც გამყიდველი დავიქირავე, დრო გავათავისუფლე და დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამეფართოებინა ჩემი პროდუქციის ასორტიმენტი, დაიწყო ბიზნესმა რეალური ფულის გამომუშავება. მეორე გაკვეთილი. შეიტყვეთ ფულის შესახებ და არა პროფესიის შესახებ. ებრაელი ბავშვები ამას ადრეული ასაკიდან ისმენენ. ფული არ არის მიზანი, ეს არის ინსტრუმენტი. მე ბევრი ადამიანი მინახავს, როგორ გახდა შესანიშნავი სპეციალისტი, ექიმები, ინჟინრები, მასწავლებლები, მაგრამ ისინი ღარიბები დარჩნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ ემართათ ფული. შეიძლება შესანიშნავი ხელოსანი იყო, მაგრამ თუ არ იცი, როგორ მართო შენი შემოსავალი, როგორ ჩადო ინვესტიცია, როგორ გაზარდო კაპიტალი, ყოველთვის ზღვარზე იქნები. მახსოვს ჩემი ნაცნობი, ის მეწაღე იყო, თავისი ხელების ოსტატი. მასთან მთელი რეგიონიდან მოდიოდა ხალხი, მაგრამ ის ყოველთვის წუწუნებდა, ფული არ ქონდა. იმიტომ რომ რასაც შოულობდა, იმას მაშინვე ხარჯავდა. არასდროს უფიქრია, როგორ შემიძლია ფულის ინვესტირება, რომ ხვალ მეტი ვიშოვო. მესამე გაკვეთილი. შექმენი რაიმე. ნუ შეასრულებ უბრალოდ. არსებობს ორი ტიპის ადამიანი. ისინი, ვინც ასრულებენ და ისინი, ვინც ქმნიან. აღსრულებლები ყოველთვის შეზღუდულები არიან. შემქმნელები კი ყოველთვის იმარჯვებენ. გახსოვდეთ, ეგვიპტეში მონას შეეძლო გათენებიდან დაღამებამდე ემუშავა, მაგრამ მთელი სიმდიდრე ფარაონს მისდიოდა. დღესაც იგივეა. თუ მხოლოდ სხვისი ოცნებებისთვის იმუშავებ, ვერასდროს ააშენებ შენსას. როდესაც შემოქმედებით დავიწყე ფიქრი, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. შევწყვიტე ვიყო მხოლოდ მუშა, რომელიც ხელფას ელოდება. მე გავხდი ადამიანი, რომელიც ახალ იდეებს იგონებს, პროექტებს იწყებს, სხვებისთვის ღირებულებას ქმნის და ფული ბუნებრივად მოვიდა. ამბავი რაბინზე. ერთ დღეს მოხუც რაბინს შევჩივლე. დღედაღავე მუშაობ, მაგრამ სიღარიბე არ ქრება. რას ვაკეთებ არასწორად? მან შემომხედა და მითხრა: შენ ისე დარბი ხარ, როგორც თაგვი ბორბალში. გონია რომ მოძრაობა პროგრესს ნიშნავს, მაგრამ სანამ ბორბალში დარბი ხარ, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას რჩები. თუ გაქცევა გინდა, შეწყვიტე სირბილი და დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ დააღწიო თავი გალიას. მთელი ცხოვრება მახსოვს ეს სიტყვები. ახლა კიდევ რამოდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგიზიარებთ. ნაბიჯი პირველი. შრომა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ პირველ ეტაპზე. ეს არის საწვავი, რომ დაიწყო. მაგრამ თუ მთელ ცხოვრებას შრომას დაუთმობ, თავს დაიწვევ და შვილებს მხოლოდ დაღლილობას დაუტოვებ. გახსოვდეთ, ხელებით იმუშავეთ, როცა არჩევანი არ გაქვთ. გონებით იმუშავეთ, როცა შესაძლებლობა გექნებათ. შექმენით სისტემა, როგორც კი პირველი რესურსები გამოგიჩნდებათ. მხოლოდ მაშინ შეწყვეტ წყლის მზიდველობას და გახდები ჭის მფლობელი. შეგიძლია მოусმინო სიბრძნის სიტყვებს, შეგიძლია თავი დაუქნიო, შეგიძლია დაეთანხმო კიდეც, მაგრამ თუ არ იმოქმედებ, ყველაფერი ცარიელია. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანზე ვისაუბროთ. როგორ გადავაქციოთ ყველაფერი, რაც განვიხილეთ, ხელშესახებ ნაბიჯებად. ხედავთ, ებრაულ ტრადიციაში სიბრძნე ფასდება არა თავისთავად, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მოქმედებად იქცევა. ჩვენი რაბინები ყოველთვის ამბობენ, ჯერ აზრი, მერე სიტყვა, შემდეგ კი საქმე. მოქმედების გარეშე შედეგი არ არის, მხოლოდ ერთი ნაბიჯია. შეწყვიტე შენი დროის გაყიდვა, დაიწყე სისტემის შექმნა. ადამიანების უმეტესობა ხაფანგში ებმება. ისინი ფიქრობენ, რომ პატიოსანი შრომა ნიშნავს გამოცხადებას, სამუშაო საათების დახარჯვას და ანაზღაურების მიღებას. სინამდვილეში კი ეს შემოსავლის ყველაზე სუსტი ფორმაა. როგორ გადახვალ სისტემაზე? გადახედეთ, რა იცით უკვე. შეგიძლიათ ცხობა? ნუ გამოაცხობთ ღვეზელს მხოლოდ მეზობლისათვის. გაარკვიეთ, როგორ გახსნათ პატარა საცალო მაღაზია ან გაყიდოთ ონლაინ. იცით, როგორ შეაკეთოთ ელექტროტექნიკა? ასწავლეთ სხვებს, შექმენით კურსი,
დაწერეთ სახელმძღვანელო და გაყიდეთ. დაიწყეთ მცირედით. ებრაელები არასდროს ელოდებიან идеალურ მომენტს. შემოსავლის მცირე წყაროც კი ჯობია არ არსებულს. დღეს შეიძლება ერთი ოთახი გქონდეთ გასაქირავებლად, ხვალ ორი, ზეგ სახლი. კითხეთ საკუთარ თავს, რა მოხდება თუ ერთი კვირის, ერთი თვის, ერთი წლის განმავლობაში ვერ ვიმუშავებ? რა მოხდება თუ თქვენი შემოსავალი გაქრება თქვენს შრომის უნარიანობასთან ერთად? თუ შემოსავლის სისტემა არ გაქვთ, გახსოვდეთ, მიზანი სამსახურიდან გაქცევა არ არის, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ სამუშაო თქვენი მუდმივი ჩარევის გარეშე გაგრძელდეს. ნაბიჯი მეორე. ისწავლეთ ფულის მართვა. ბევრი ადამიანი ღარიბდება არა იმიტომ, რომ ცოტას შოულობს, არამედ იმიტომ, რომ არ იცის როგორ მართოს ის, რასაც შოულობს. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგ ხელფას იღებენ, მაგრამ თვის ბოლოს ისინი ისევ ვალებში აღმოჩნდებიან ხოლმე. რა უნდა გავაკეთოთ? თვალყური ადავნეთ. ფულს უყვარს დათვლა. თუ არ იცით, რა წვრილმანებზე მიდის თქვენი შემოსავალი, ეს ნიშნავს, რომ მას ტყუილად ხარჯავთ. ჩაწერეთ ყველა ხარჯი. ეს შეიძლება იყოს რვეული, ტელეფონის აპლიკაცია, ბლოკნოტი, ცხრილი, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ნახოთ მთელი სურათი. რა არის 10%-ის წესი? ებრაელები ბავშვობიდან იციან. ყოველთვის დაზოგეთ მე-10. ჩვენ ამას მაასერს ვეძახით. ეს არ არის მხოლოდ დაზოგვა, ეს არის დისციპლინა. მაშინაც კი თუ 1000-დან მხოლოდ 100 ლარს დაზოგავთ, ეს უდიდესი ნაბიჯია. გაყავით თქვენი ფული უმთავრეს მიზნებზე. ჭკვიანი ადამიანი არასდროს ინახავს ყველაფერს ერთ ადგილას. შექმნით მინიმუმ 3 საფულე. ერთი აუცილებელი ხარჯებისთვის, ერთი დანაზოგისა და ინვესტიციებისთვის და მესამე კი სიამოვნებებისთვის. და არასდროს გადაიტანოთ ფული ერთი საფულიდან მეორეში. შეისწავლეთ ფინანსები, წაიკითხეთ წიგნები, უყურეთ ლექციებს და ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც იციან ფულის მართვა. ეს მთელი მეცნიერებაა და თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეუფლოთ მას. ნაბიჯი მესამე. თქვენი გამოცდილება ღირებულებად აქციეთ. ყველას აქვს გამოცდილება, მაგრამ უმეტესობა მას ფუჭად ხარჯავს. ებრაული სიბრძნე ამბობს, რომ სწორად გამოყენებული გამოცდილება შეიძლება მთელი ცხოვრება გამოგაკვებოთ. თუ 20 წელი იმუშავეთ ქარხანაში, სისტემას შიგნიდან იცნობთ. ხალხი მზადაა გადაიხადოს თქვენი ცოდნისათვის. თუ იცით მარტივი, მაგრამ გემრიელი საჭვლის მომზადება, შეგიძლიათ ის ბიზნესად აქციოთ. თუ გადაურჩით კრიზისს, გადარჩით და ისწავლეთ ფულის დაზოგვა, ეს ასევე გამოცდილებაა, რომელიც სხვებს სჭირდება. დაფიქრდით, რა ღირებული რამის მიცემა შემიძლია სხვებისთვის. ეს მომავალი შემოსავლის საფუძველია. ნაბიჯი მეოთხე. ისწავლეთ დელეგირება და ნდობა. ღარიბი ადამიანების ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებაა. რატომ უნდა გადავუხადო ბუღალტერს ფული? ამის გარკვევა თავად შემიძლია. რატომ უნდა დამჭირდეს ასისტენტი? მირჩევნია დავიღალო და თავად გავაკეთო. და ეს სიღარიბეა, რადგან როდესაც ყველაფერს თავად აკეთებთ, შენი დრო და ენერგია შეზღუდულია. მართალია თავიდან თავად უნდა ისწავლო ბევრი რამ, მაგრამ როცა საქმე გაიზრდება, შენი დროის ნაწილი უნდა გაათავისუფლო განვითარებისთვის. ებრაულ ოჯახში ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ თუ შეგიძლია ვინმეს გადაუხადო სამუშაოს შესასრულებლად, გააკეთე ეს. დროს ყიდულობ და დრო ფულზე ძვირფასია. მახსოვს, ჩემი მეორე ბოსტანის მაღაზია გავხსენი. თავიდან მინდოდა ყველგან თავად ყოფილიყავი. ინვენტარს ვამოწმებდი, სალავრო აპარატს ვითვლიდი, გამყიდველებს ვქირავობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ უბრალოდ ვიწვოდი. შემდეგ ეს მენეჯერის ფუნქციები ერთ-ერთ ბეჯით გამყიდველს დავავალე და ხელფასი 20%-ით გავუზარდე. დიახ, ჩემი შემოსავლის ნაწილს ვაზევდი, მაგრამ იცით რა? ჩემი საერთო მოგება 2 თვეში
გაორმაგდა, რადგან შევძელი ზრდაზე ფოკუსირება, წვრილმან დეტალებზე დევნის ნაცვლად. ნაბიჯი მეხუთე. შეცვალეთ თქვენი გარემო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენს გარშემო მყოფი ადამიანები მხოლოდ წუწუნებენ, ამბობენ, რომ თქვენ უნდა იმუშაოთ, მანამ, სანამ არ დაიღლებით, რომ სხვა გზა არ არის, თქვენ ვერასდროს გაიზრდებით. მოძებნეთ ისინი, ვინც უფრო ფართოდ ფიქრობს. იპოვნე ადამიანები ბიზნესის გამოცდილებით, დაესწარეს საქმიან შეხვედრებს, შეისწავლეთ სამეწარმეო დეტალები, მოусმინე წარმატების ისტორიებს, დასვი კითხვები. ნუ შეგეშინდება სულელურად გამოჩენის. ებრაელები ყოველთვის სხვებისგან სწავლობენ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი სიამაყე კი არაა, შედეგია. გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრება იმ 5 ადამიანის ანარეკლია, ვისთანაც ყველაზე ხშირად ურთიერთობთ. ნაბიჯი მე-6. იფიქრეთ მომავალ თაობაზე. ეს ალბათ ებრაული ფინანსური სიბრძნის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ჩვენ არასდროს ფიქრობთ მხოლოდ დღევანდელ დღეზე. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენ შვილებზე, შვილიშვილებზე და იმაზე, რაც დარჩება. თუ დღეს ფულს მხოლოდ გადარჩენისთვის გამოიმუშავებ, ხვალ ისევ ცარიელი იქნები. თუ ფულს ოჯახის საფუძვლის ასაშენებლად გამოიმუშავებ, შენი შვილები ცხოვრებას სხვა დონეზე დაიწყებენ. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? მოახდინე ინვესტირება. დარგე ის ხე, რომელიც ნელ-ნელა დიდ ნაყოფს მოიტანს. ააშენე აქტივები, ბინა, ბიზნესი, მიწა, ცოდნა. ჩადე ინვესტიცია შენი შვილების ნამდვილ პრაქტიკულ განათლებაში. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, საუკეთესო მემკვიდრეობა, რაც შემიძლია დაგიტოვო შვილო, ფული არ არის, არამედ ფულის შექმნის უნარი. ნაბიჯი მე-7. დაიწყე დღესვე. ეს ბანალურად ჟღერს, მაგრამ ეს უმთავრესია. ბევრი ფიქრობს, როდესაც მეტი ფული მექნება, მაშინ დავიწყებ ინვესტირებას, დაზოგვას, ბიზნესის აშენებას. არა, ეს ხაფანგია. დაიწყე იმით, რაც გააქვთ. გააქვთ 100 ლარი, გადადეთ 10. გააქვთ თავისუფალი საღამო. გამოიყენეთ ის ახალი სფეროს შესასწავლად. გააქვთ ერთი უნარი. აქციეთ ის შემოსავლის წყაროდ. ნუ ელოდებით სასწაულს. ღმერთი ეხმარება მათ, ვინც რამეს აკეთებს. ესე იგი, ამ ნაწილის ბოლო გაკვეთილია, რომ სამსახური თავისთავად ცუდი არ არის. მაგრამ თუ მხოლოდ ამას გააკეთებთ მთელი ცხოვრება, ღარიბი და დაღლილი დარჩებით. ებრაული ფინანსური სიბრძნე ამბობს, იმუშავეთ ხელებით, სანამ გონებით არ მუშაობთ. იმუშავეთ გონებით, სანამ სისტემას არ ააწყობთ. ააშენეთ სისტემა, რათა თქვენმა შვილებმა თქვენზე უკეთი ცხოვრონ. მოგზაურობა ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება, მაგრამ თუ ყოველდღე გადადგამთ ერთ ნაბიჯს, ერთ წელიწადში აღმოჩნდებით იქ, სადაც უმეტესობა ოცნებასაც კი ვერ ბედავს. თქვენ უკვე ბევრი გსმენიათ იმის შესახებ, თუ რატომ არ გამდიდრებთ მხოლოდ შრომა. როგორ იფიქროთ განსხვავებულად, როგორ გამოიყენოთ ებრაული ფინანსური სიბრძნე პრაქტიკაში. ახლა კი დასასრულს მინდა რომ თქვენს ცხოვრებას გარედან შეხედოთ. წარმოიდგინეთ, რომ აგრძელებთ ცხოვრებას ისე, როგორც ახლა ცხოვრობთ. გადის 1 წელი, 5, 10, ძალა გეკარგებათ და ფული ისევ ქრება. შეწყვიტე ფიქრი, რომ მხოლოდ შრომა მოიტანს სიმდიდრეს. მინახავს 10-ობით, 100-ობით ადამიანი, რომლებმაც მთელი ცხოვრება ასე იცხოვრეს და ბოლოს მხოლოდ დაღლილობა და სინანული დარჩათ. მაგრამ ასევე მინახავს სხვები, ვინც გაბედა კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომლებმაც საკუთარ თავს უთხრეს, მე აღარ ვაპირებ მხოლოდ ხელებით მუშაობას, დავიწყებ ფიქრს, დავიწყებ შექმნას. და იცით რა, ამ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიეს. ისინი ყველა არ გახდნენ ოლიგარხები, მაგრამ შეწყვიტეს ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება. მათ დაიწყეს ცხოვრება ისე, რომ ფულს მათთვის ემუშავა. მთავარი იდეა ის არის, რომ დრო უფრო ღირებულია, ვიდრე ფული. ფულის დაკარგვა და ისევ შოვნა შეიძლება, მაგრამ დრო სამუდამოდ ქრება. ებრაული სიბრძნე გვასწავლის,
თუ დროს ფულისთვის ხარჯავ, ღარიბდები. თუ ფულს დროის გულისთვის ხარჯავ, დიდრდები. ეს ძალიან მარტივია. როდესაც საკუთარ თავისთვის მე დროს ყიდულობ, მაგალითად ასისტენტის დაქირავებით ან პროცესის ავტომატიზაციით, ახალ შესაძლებლობებს უღებ კარს. მაგრამ თუ ყოველთვის თანხმდები, რომ რამდენიმე საათით მეც იმუშავებ მცირე ფასად, შენს ყველაზე ძვირფას აქტივს ყიდი. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ სამი მთავარი გაკვეთილი. თვითოეულ ჩვენგანს დღეში მხოლოდ 24 საათი აქვს. ძილის გარეშეც კი რომ იმუშავო, ამაზე მეც ვერაფერს მიიღებ. ეს ნიშნავს, რომ ზღვარი ყოველთვის ახლოსაა. სიმდიდრე იდეებისა და სისტემებისგან იბადება. აგურის მშენებელი აგურებს დებს და ცოტას შოულობს. არქიტექტორი პროექტზე ფიქრობს და ბევრჯერ მეც შოულობს. იმიტომ რომ მთავარი არა ძალისხმევაა, არამედ ღირებულებაა. ფულს უყვარს უნარი და არა ტანჯვა. შეგიძლია 30 წელი იტანჯო სამსახურში და საბოლოოდ არაფერი დაგრჩება. ან შეგიძლია დაიწყოთ ფულის, ინვესტირების, შემოსავლის წყაროების შექმნის შესახებ სწავლა და 5-10 წელიწადში თქვენი ცხოვრება შეიცვლება. იცხაკი, ჩემი ნაცნობი, ებრაელი ტაქსის მძღოლი იყო. დღეში 14 საათს მუშაობდა. ყველა იცნობდა მას, როგორც კეთილ და პატიოსან კაცს, მაგრამ მას ყოველთვის ფული აკლდა. და შემდეგ ერთ დღეს მან გადაწყვიტა, აღარ მინდა მხოლოდ მგზავრების გადაყვანა, მინდა საკუთარი რამის აშენება. მან კიდევ ერთი მანქანა იყიდა დანაზოგით და სხვა მძღოლს მიაქირავა. შემდეგ მეორე, მესამე. რამდენიმე წლის შემდეგ მას უკვე 8 მანქანა ყავდა. ნაკლებს მუშაობდა? დიახ, ნაკლებს. მეც შოულობდა? გაცილებით მეც. იმიტომ, რომ მან შეწყვიტა მხოლოდ ტაქსის მძღოლობა და მფლობელი გახდა. ეს ამბავი აჩვენებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ დღეს, მნიშვნელოვანია სად მიდიხარ ხვალ. პირდაპირ გეტყვით, თუ აქამდე მოხვედით, ესე იგი თქვენში უკვე არის ნაპერწკალი. არ გინდა იგივე დარჩე. პასუხებს ეძებ, მაგრამ მოსმენა საკმარისი არ არის. უნდა იმოქმედოთ. დაიწყე შენი შემოსავლის მინიმუმ 10%-ის დაზოგვა. დაიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეუძლია შენ გამოცდილებას ფულის გენერირება. დაიწყე სწავლა მათგან, ვინც უკვე გადადგა ნაბიჯი წინ. გაგიკვირდება, როგორ შეუძლია მცირე ნაბიჯებს ერთ წელიწადში შეცვალოს შენი ცხოვრება. მე არ გიზიარებ თეორიას წიგნებიდან, არამედ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას. ეს არის ებრაული ფინანსური სიბრძნე, თაობების მიერ გამოცდილი. ვისაც აქვს წინსვლის უნარი, იმან უნდა შეიტყოს ამის შესახებ. ამიტომ გამოიწერე არხი. აქ თქვენ კიდევ ბევრი სასარგებლო გამოცდილება გელით. და მე მაქვს კიდევ 10-ობით ისტორია, რჩევა და გაკვეთილი, რომელიც შეიძლება თქვენთვის გახდეს განსხვავებული ცხოვრების გასაღები. გსურთ იცოდეთ, როგორ ასწავლიან ებრაელები ბავშვებს ფულის მართვას 5 წლიდან. როგორ აიცილონ თავიდან ვალის ხაფანგში ჩავარდნა. რა ჩვევები ამდიდრებს ადამიანს, არა მხოლოდ საფულეში, არამედ სულიერადაც. ეს ყველაფერი შემდეგ ვიდეოებში იქნება. ამიტომ გამოიწერეთ არხი. არა იმიტომ, რომ ეს ჩვეულებაა, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენი შანსია. ბოლოს და ბოლოს, როგორც ამბობენ, ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. ბრძენი სხვისი რჩევებიდან, სულელი კი მხოლოდ საკუთარი უბედურებებისგან. დასკვნით ნაწილში მინდა ერთი რამ გახსოვდეთ. მხოლოდ უგონო შრომა სიღარიბისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ ჭკვიანური შრომა, ფინანსური დისციპლინა და ღირებულებების შექმნის უნარი თავისუფლისკენ მიმავალი გზაა. ადამიანს აქვს არჩევანი, გალიაში დარჩეს და მთელი ცხოვრება წრეზე ირიბინოს, როგორც თაგვი ბორბალში. ან შეუძლია გაჩერდეს, დაფიქრდეს და ახალი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა ააშენოს. არჩევანი ყოველთვის თქვენია და თუ მზად ხართ ამ გზის გასავლელად, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ ერთად ვისწავლით.
აღმოვაჩენ საიდუმლოებებს, რომლებიც სკოლებსა და უნივერსიტეტებში დაფარულია. ეს ადვილი გზა არ არის, მაგრამ ღირს. ებრაელის უდიდესი სიმდიდრე ოქრო კი არაა, სიბრძნეა და თუ მის გამოყენებას ისწავლით, ოქროც თავისით მოვა.